მოგესალმებით, მე ჟურნალისტი მაკა ხაზიური ვარ, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს. გადაცემა ღია ეთერი კვირაში ორჯერ გადის ეთერში და ჩვენ ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელი გადაცემის თემა შეეხება კახეთის რეგიონში გახშირებულ ხანძრებს, რომელიც ყოველწლიურად დაუდევრობით ჩნდება და დიდ ზარალს აყენებს გარემოს და ნიადაგს. სპეციალისტების თქმით, ყოველწლიურად მიწის გასუფთავების მიზნით ანთებულ ცეცხლს ფერმერები ვეღარ აკონტროლებენ, რის გამოც ნადგურდება ქარსაფარი ზოლები და იხოცება გარეული ცხოველი და ფრინველი. რა ზიანს აყენებს გარემოს დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები და როგორ აისახება ეს ნიადაგის ნაყოფიერებაზე, ამაზე ჩვენი გადაცემის სტუმარი, ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი ისაუბრებს. მოგესალმებით ირინე, გესმით ჩვენი ხმა. მოგესალმებით. დავიწყოთ იმ მავნე პრაქტიკით, რასაც ფერმერები ყოველწლიურად მიმართავენ, რა არის ამისი მიზეზი და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ, ამაზე ვისაუბროთ. ეს მავნე პრაქტიკა მართლაც ძალიან ფულად გადასატანია, მართლაც აუცილებელია მისი აღმოფხვრა, მაგრამ აქ მთლად ფერმერებსაც ვერ ვამტყუნებ. ერთადერთი ყველაზე ცუდი ის არის, რომ როდესაც ახდენენ გადაწვას, არ ფიქრობენ იმას, რომ შეიძლება ქარმა ეს ცეცხლი გადაიტანოს სხვა ნაკვეთებშიც და მოახდინოს ისეთი მრავალწლიანი მცენარეების გადაწვა, რომელიც აუცილებელია და საჭიროა. ასე გვაქვს განადგურებული ძალიან ბევრი ქარსაფარი ზოლი და აი საბოლოოდ კარგი მაგალითია, რა თქმა უნდა, მაგალითად კარგია, თორე ისე ძალიან ცუდი ფაქტია, როდესაც დედოფლის წყაროში რამდენიმე მილიონად შეფასებული ქარსაფარი ზოლი გააშენეს და სწორედ ვიღაცის დაუდევრობის გამო მოხდა მისი გადაწვა. გადაწვა ერთია, რომ ნაკვეთს ასუფთავებენ, მაგრამ ამ პერიოდში ნებსი თუ უნებლიეთ ანადგურებენ იმ კარგ ბაქტერიებსაც, რომელიც აუცილებელია ჰუმუსის ფენის წარმოსაქმნელად. მაგრამ აქ იბადება კითხვა, რა ქნას ფერმერმა. ერთია, როდესაც მეცხოველეობისთვის, ვინც მეცხოველეობასაც მისდევს, აკეთებს პრესს და გამოაქვს ნაკვეთიდან და მეორეა, ვისაც საქონელი არ ყავს და არაფერში არ ჭირდება ბალახის ნამჯის პრესი, იმდენად, რამდენადაც ძალიან ძვირი ხდება უკვე მისი დაპრესვა. გარდა ამისა, არ არის შესაბამისი ტექნიკა, რომელიც მოახდეს ამ ნამჯის ჩაკვწვას ნიადაგში, შემდგომში ნიშნულად გადასაქცევად. კი, ახალ კომბაინებს აქვთ ეს ფუნქციები, მაგრამ არ ხმარობენ კომბაინერები იმდენად, რამდენადაც ერთი პატარა კენჭიც რომ შეიყოლოს, ამ შემთხვევაში შიგნიდან მოხდება კომბაინის დაწვა, ანუ ხანძრის გაჩენის საშიშროება არის ძალიან დიდი. ჩვენ და სამწუხაროდ ძალიან შეგვიმცირდნენ მეხოვლე ფერმერები, იმიტომ რომ ხორბლის წარმოება იმდენად ძვირი ჯდება, ანუ ხორბლის თვითღირებულება, იმდენად ძვირი ჯდება, რომ მის ვერსეულ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა სამწუხაროდ ქვეყანაში არ არის. და ეს ნამჯის გამოტანა უკვე კიდევ ერთ მძიმე თვირთად დააწვება ფერმერს, რომელიც გამოიწვევს ხორბლის თვითღირებულების გაზრდას და იმ ფასშიც ვერ ყიდიან, რა ფასიც უჯდებათ თესვიდან მოსავლის აღებამდე და კიდევ დამატებული ეს თანხა სერიოზულ პრობლემას უქმნის ფერმერებს. აუცილებელია არა მარტო ნაწვერალების გადაწვა უნდა იყოს აკრძალული და არის კიდეც კანონით აკრძალული და უფრო მეტი სწორედ მაგიტომ ხდება, რომ ნაკვეთის გადაწვის პროცესში ჩუმად აკეთებენ ამას. შეიძლება მომიჯნის ნაკვეთიდან გადაუშვან ცეცხლი თავის ნაკვეთში, ისე რომ არ ფიქრობენ იმ შედეგებზე, რომ შეიძლება იმ მომიჯნის ნაკვეთიც დაწვას და გარდა ამისა შუა ზოლში ყოველთვის არის პატარა ბუდეები, ხოხბის, მწყერის და ასე შემდეგ და ამ ფრინველის ბუდეებსაც ანადგურებენ. მეორე მხრივ თავის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საშუალება სწორედ ეს გადაწვა და ყველაზე მთავარი ეს არის ბზუალა, რომელიც ხორბალს ძალიან ანადგურებს და მის წინააღმდეგ ბრძოლაც ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მთელი უბედურება ის არის, რომ ნაწვერალის გარდა თვითონ ეზოებშიც ხდება ბოსტნის ნარჩენების გადაწვა, რაც ყოველად დაუშვებელია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ როდესაც გვაქვს შეხვედრები, ყველას აუხსნათ, რომ ეს ნარჩენი შეიძლება ისევ სასარგებლოდ გამოყენებული იქნას
თავისივე მეურნეობაში გააკეთონ კომპოსტი, რომელიც შემდეგში გამოადგება უკვე წარმოებაში, როგორც ორგანული სასუქი. მაგრამ დიასახლისები ფიქრობენ, რომ უფრო ადვილი გზა გამოიტანონ ეზოს გარეთ, ფოთლებისა და ბალახების დიდი გროვა და მისცენ იმას აღარ ფიქრობენ, რომ თუნდაც იგივე კაკლის ფოთოლი არის სერიოზული კარცინოგენული და ისევ ჯანმრთელობს თავისი და თავისი ახლობლების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს. ფიქრობ მარტო კადონის გამკაცრება არაფერ შედეგს იმდენს არ მოგცემს, რამდენადაც საჭიროა ცნობიერების ამაღლება სისტემატიურად ამ ხალხის და რაიმე იმ ალტერნატიული გზების გამონახვა და მიხმარება ფერმერებისთვის, რომ ეს პრაქტიკა საბოლოოდ ამოიძირკოს. გასაგებია სპეციალისტები ასევე საუბრობენ, რომ დედოფლისწყაროს, სიღნაღის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების რაღაც გარკვეული ნაწილი გაუდაბნოების ზონაშია და აი ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად რეალურია ეს პრობლემა და ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ, აი თქვენი აზრით, ნაბიჯ ვის მიერ და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრაქტიკა აღმოიფხვრას და ფერმერებსაც არ შეექმნათ არანაირი პრობლემა. მაგრამ ეს იმდენად ფართო მასშტაბიანი საქმეა, რომ ასე ნაბიჯ და უცებ მისი განხორციელება ცოტა რთულია. როგორც თქვი, აუცილებელია შესაბამისი ტექნიკა. აუცილებელია დიდ ნაკვეთებზე, განსაკუთრებით ვინც სასურსათო ხორბალს აწარმოებს, აი იმ ფერმერებისთვის მაინც დახმარება. აუცილებელია საქართველოში მოწეული ხორბალს გაედოს ფასი. ახლა თვითღირებულებას რომ ძლივს ფარავს და იმ ფასში იყიდება ქართული ხორბალი, ხო წარმოგიდგენიათ რა შეიძლება მოსთხოვო ამ შემთხვევაში ფერმერს. კარგია კიდევ ვიმეორებ კანონის გამკაცრება, აუცილებელია რომ აიკრძალოს ნაკვეთების გადაწვა, მაგრამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული ფერმერებისთვის, რომ ეს გაკეთდეს. იგივე ნამჯის დაპრესვა იქნებ სხვა რამისთვის გამოყენებული იქნეს. ან იქნებ ისეთი ტექნიკა შევთავაზოთ ხელმისაწვდომ ფასად, რომ შესაძლებელი იყოს ამ ნამჯის ჩაკოცვა პირდაპირ ნიადაგში და მერე დამუშავება ჩახნა უბრალოდ და დამუშავება ისე. ასე რომ პირდაპირ მივადგეთ და მე შენ ამას გიკრძალავ, გასაგებია, მაგრამ ალტერნატივს რას მთავაზობ? აი ეს არის მთავარი. გასაგებია და გაუდაბნოებასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ აი ამაზე, სპეციალისტები ბოლო პერიოდებში განსაკუთრებით აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ აი ამ სამი მუნიციპალიტეტის ნაწილი გაუდაბნოების ზონაში არის. აი რამდენად რეალური არის ეს პრობლემა? გაუდაბნოების ზონაში ნამდვილად არის, იმიტომ რომ გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების გამო ფაქტობრივად დედოფლისწყაროდან იწყება გაუდაბნოების პროცესი. აი ახლა დღეს პირველად მოდის ასე ვთქვათ, ჯერ კიდე არ მოსულა, ძალიან ისე სუბუქად დაიწყო წვიმა, არ მოსულა ნალექი მთელი 3 თვე. ხორბალი ჩაყრილია მიწაში და ნალექი არ არის. ეს მარტო გადაწვის ბრალი არ არის. ეს არის გლობალური დათბობის ბრალი. ერთ-ერთი მომენტია სწორედ ეს გადაწვაც, როდესაც ხდება გამონაბოლქვი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კომპლექსურად უნდა მოხდეს ბრძოლა ამ სწორედ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით და შერბილების პროცესებთან დაკავშირებით და უნდა დაიწყოს ბრძოლა გაუდაბნოების წინააღმდეგაც. მართალია მიღებულია ასე გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის რაღაც სპეციალური დოკუმენტი, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი ხელშესახები ამ ეტაპისთვის არ კეთდება. იგივე მიღებულია კანონი ქარსაფარი ზოლების შესახებ, მაგრამ გინახიათ სადმე ქარსაფარი ზონების გაშენება. ასეთი მე არის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იქნეს ალაზნის წყალი ან არხების წყლები გასარწყავიანებასთან დაკავშირებით. არა, ამას ფერმერი ვერ გააკეთებს, დიდი ნაკვეთების გასარწყავიანება თავისი ხარჯით მოახდინოს. ფრეგატების და კუბანების და მსგავსი დანადგარების შეძენა ფერმერს არ შეუძლია. მას ამის შესაძლებლობა რომ კონდეს ააყოვებდა ქვეყანას. მთელი უბედურება იცით რა არის?
სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად აგრარულ ქვეყანაში არ დგას იმ სიმაღლეზე, რა სიმაღლეზეც უნდა იდგეს. არ ექცევა ის ყურადღება, რა ყურადღებაც უნდა იქცეოდეს. არ არის მარტო მცირე გრანტები საკმარისი. აქ ცოტა სხვა პოლიტიკაა საჭირო. პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში პოლიტიკაა შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფლები უფრო მეტად დაიცლება, ქალაქი უფრო მეტად გაიბერება და ჩვენ ვინ გამოვდივართ? მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული ქვეყანა? ამ ტურისტსაც ხო უნდა გაუმასპინძლდე ადგილობრივი პროდუქტებით და ეს ადვილი საკითხი არ არის. ამას სერიოზული, როგორც მეცნიერული, ისე პრაქტიკოსების ჩართულობით სჭირდება ძალიან დიდი შრომა, რომ ერთხელ და სამუდამოდ სოფელი გახდეს და სოფლის მეურნეობა გახდეს პრიორიტეტული და არა მარტო ტურიზმი. გასაგებია, ფერმერ ქალთა ასოციაცია, ზოგადად ასოციაცია ამ მიმართულებით იგივე ფერმერების ინფორმირებისთვის და დასახმარებლად რას აკეთებს ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია იგივე სამიზნე აუდიტორიის, იგივე ფერმერების ინფორმირება სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ამ საკითხზე. კი, ფერმერ ქალთა ასოციაცია სამწუხაროდ ფინანსების უქონლობის გამო ამ ეტაპზე ვეღარ ახერხებს ისე ინტენსიურად რეგიონებში გასვლას და შეხვედრების საინფორმაციო შეხვედრების მოწყობას, მაგრამ ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ მაინც ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირების საშუალებით. მასაც გეტყვით, რომ ასოციაცია ჩართული იყო გერმანულ ორგანიზაცია NATO-თან, შევიმუშავეთ ძალიან საინტერესო ტრენინგ მოდულები სხვა პარტნიორებთან ერთად. ეს არის ორგანული წარმოება, სამართლიანი ვაჭრობა, ორგანული წარმოების დანერგვა საოჯახო მეურნეობებში და ასე შემდეგ. 4 მიმართულებით ღვინო და ჩაიც იყო ამ ტრენინგ მოდულებში შეტანილი. ეხლა საჭიროა ეს ტრენინგ მოდულები უკვე ბენეფიციარებამდე მივიდეს. ამისთვის კი საჭიროა ფინანსები, სხვა შესაძლებლობა ნამდვილად არა. გულახდილად გეტყვით, ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო პროექტი წარდგენილი ამ სახელმწიფო გრანტების კონკურსში. ეს ეხებოდა მეცხოველე, ყველის მწარმოებელი ქალების გაძლიერებას გურიაში და მასთან ერთად მიბმული იყო გურიის რეგიონის განვითარების ერთ-ერთი საშუალება. სოფლის მეურნეობა ამ საგრანტო პროგრამაში სამწუხაროდ არ აღმოჩნდა პრიორიტეტული. არც ერთი, არა მარტო ჩვენი, არამედ არც ერთი ის პროექტი არ იქნა დაფინანსებული, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხებოდა. და ჩვენი შესაძლებლობებით, რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ეს ჩვენი ვებგვერდი იქნება, Facebook გვერდი იქნება, სატელეფონო საუბრები იქნება, სადმე სატელევიზიო ჩართვები იქნება, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს წევრებს აუხსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რაც თქვი, კომპოსტის წარმოება და კომპოსტით ორგანული მეურნეობების განვითარება, იმიტომ რომ რას ვჭამთ და რას ვაჭმევთ ჩვენ თვილებს, ეს სერიოზული პრობლემაა. ამდენი სიმსივნი დავადებული, ამდენი ფარისებული ჯირკვლით დავადებული, ამდენი დიაბეტიკი, რაც საქართველოშია პროცენტულად არ მეგუხლება არც ერთ ქვეყანაში და ეს რისგან არის გამოწვეული. აი ამას კიდევ ვიმეორებ, არა მარტო ჩვენი, ასე ვთქვათ, საუბრები და შეხვედრები ეყოფა. ეს გლობალურად გადასაწყვეტი საკითხია. მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო და უკვე დაიგვიანა კიდეც იმ ტელევიზიებმა, რომელიც თელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს მოიცავს, მარტო თურქული სერიალებით კი არ უნდა იყვნენ შემოფარგლული და ვინ რა და ისეთი როგორც თქვენი ძახით ხომე ყვითელი პრესის და რაღაც სკანდალები. აი ამ თემებზე უნდა იყოს სერიოზულად გაკეთებული გადაცემები, განსაკუთრებით იმ ტელევიზიებში, რასაც ხალხი უყურებს, საიდანაც ხალხი ინფორმაციას იღებს. და ჩვენ ფიზიკურად, ფინანსურად არ შეგვიძლია ყველგან მივიდეთ. აი ამ ტელევიზიების საშუალებით კი ინფორმაცია ყველასთან თავისუფლად მივა. ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისთვის. რამეს თუ არ დაამატებთ, დაგემშვიდობებით. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ
ღმერთმა ინიბოს საქართველო ისეთი გვენახოს, როგორც ჩვენ გვენატრება და გვენდა. იმედია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ საუბრობდით თემაზე, რა ზიანს აყენებს გარემოს ფერმერების დაუდევრობით გაჩენილი ხანძრები. ამ დროისთვის გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.